ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი ნინო კუკულაძე გაზეთ გურიის მოამბეს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. ზვიად კვაჭანტირაძის ბიუროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო კუკულაძემ ბრიფინგი გურიის მოამბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას მიუძღვნა. პრეტენზია იმ ნიუს უკავშირდება, სადაც სანდო წყაროზე დაყრდნობით საუბარი იმაზეა, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ნინო კუკულაძეს რესპუბლიკური პარტიის დატოვებას აიძულებს. ბიუროს თანამშრომელი ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრად რჩება. ბიუროში მუშაობას აგრძელებს და მის მიმართ არავითარი ზეწოლა დეპუტატის მხრიდან არ განხორციელებულა. გურიის მოამბის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გაზეთის დამფუძნებელი ასე პასუხობს. ბატონმა დეპუტატმა და მისმა თანამშრომელმაც უნდა განასხვაოს ერთმანეთისგან გაზეთი და ინტერნეტ პორტალი. ეს ინფორმაცია გავრცელდა ინტერნეტ პორტალზე და არ ვართ ვალდებული ინტერნეტ პორტალზე სრული ინფორმაცია გავრცელდეს. ანუ რედაქცია რასაც ფლობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მეორე ინფორმაცია, რომელიც გურიის მოამბეს ინტერნეტ პორტალმა გაავრცელა, მივიღეთ რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებისგან, გადამოწმდა ჟურნალისტის მიერ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობასთან, დადასტურდა რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან. დაუკავშირდი ზვიად კვაჭანტირაძეს, ამ ადამიანმა როგორც ყოველთვის არ გვიპასუხა არასოდეს. თუ შეიძლება ასე ითქვას, იგნორში ყავს თავიდან ბოლომდე გურიის მოამბე